მოძრაობის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და სიმონ ჯანაშია თავისუფლების მოედნის წევრი არის ჩვენი შემდეგი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოკლედ, უნდა დავიწყოთ ამ გაძლიერებული რეპრესიებით. ხომ, თქვენი შეფასება გვაინტერესებს, რატომ ასეთი გამწვავებული ფორმით ქართული ოცნების მხრიდან ახალი შეტევის ტალღა არის ეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და რატომ ახლა? მე მგონი რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა ჯაჭვის ნაწილია თითოეული ნაბიჯი რომელსაც ქართული ოცნება დგამს ანუ სადღაც 2 წლის წინ მიხვდნენ რომ მათ უკვე შანსი აღარ ჰქონდათ რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ და იმისთვის რომ დარჩენ ხელისუფლებაში აკეთებენ ბევრ სხვა რაღაცას მაგალითად გააყალბეს არჩევნები გაწყვიტეს კავშირი ევროპასთან ეხლა ცდილობენ რომ ქვეყნის შიგნით რაც შეება ნაკლები ჯგუფი იყოს რომელიც გააკონტროლებს მათ ქცევას ამისთვის მიიღეს ცალკე კანონები დაიჭირეს ხალხი დააპატიმრეს რომ დააშინონ სხვები გამოიყენეს პოლიცია იმისთვის რომ დაერბიათ ადამიანები გაზარდეს ჯარიმები ანუ უამრავ რაღაცას აკეთებენ იმისთვის რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ანუ ეს არის მთელი ამბავი და რა თქმა უნდა ამას მერე აკეთებენ სხვა ამბის გამოგონებით ხო რომ მაგალითად ებრძვიან რაღაც არარსებულ ომის პარტიას ან არსებობს deep state რომელიც მათ ხელს უშლის რომ იყონ დემოკრატიულები ან არსებობს ნაციონალური მოძრაობა რომელიც ხელს უშლის მერე აღმოჩნდება რომ ყველა ნაციონალური მოძრაობა ვინც კი ხელს უშლის მერე არის პრობლემა რომ ევროპელი ბიუროკრატები უშლიან ხელს თურმე იმაში რომ დემოკრატიული იყოს საქართველო და ანუ ეს ამბავი ეს სხვადასხვანაირად ვითარდება ეხლა ჭირდება ტრები ქვეყნის შიგნით რო აჩვენონ შეახსენონ ადამიანებს ეს არის ერთი ნაწილი ხო ეს არის ერთი ჯაჭვი და მეორე არის ჩდება ეჭვი რომ სპეციალურად აკეთებენ ახლა ამ ყველაფერს იმისთვის რომ კიდე უფრო გამძაფრდეს რეაქცია ევროპელებისგან იმიტომ რომ ჩვენ ახლა რაღაცა კიდე უფრო დარწმუნდნენ რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდება თუ თუნდაც უვიზო გაუქმდება ხო, ანუ ევროპელებისგან ჩვენ მივიღეთ ძალიან კაფეო მესიჯი, ხო, რაღაცა 4 რაღაც გააკეთეთ, გითხრეს, რომ შეწყვეტეთ რეპრესიები, გააუქმეთ კანონები, დაიწყეთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ან ოპოზიციასთან ლაპარაკი და რა ვიცი, კიდე ხო, ანუ ის რეპრესიების საფუძველზე ვინც დაიჭირეთ, ისინი უნდა გაათავისუფლოთ, ხო და ამის გაკეთების ნაცვლად კიდე ახალ რაღაცას ამატებენ. იმისთვის რომ 4 რაღაც კი არ იყოს პრობლემა ევროპელებისთვის რომ ჩვენ მიგვიღონ ევროკავშირში და შევინარჩუნოთ უვიზო, არამედ კიდე სხვა არგუმენტები გავუშვათ. ახლა ამას ნორმალური ადამიანი არ იცავს. ახლა მე ვფიქრობდი რას მაგონებს ეს და ეს გავს აი საქართველოს გავს ამ სიტუაციაში რაღაც ხომალდს, რომელიც გაიტაცა იმათ ხელმძღვანელობამ და მეზღვაურებმა და დაამტვრიეს ისინი სანავიგაციო ინსტრუმენტები დახიეს რუკები და გვიმტკიცებენ რომ ჩვენ რასაც გვინდათ იმას ვიზამთ და ეს ხომალდი ვერ შედის ვერც ერთ ნავსადგურში. იმიტომ რომ არც ერთი არ იღებს, იმიტომ რომ ესეთ პირობებში ყველა გეუბნება რომ სახიფათო ხარ შენ რომ მიგიღოთ. იქ გემზე არსებული გზავრები ეხოცებიან რომ იქნება დაფიქრდეთ რას აკეთებთ იმიტომ რომ ჩვენ აგერ კომპასი გვაქვს და შეგვიძლია გაჩვენოთ რომ ეჯახებით კლდეს ისინი ამბობენ არა ჩვენ სუვერენიტეტი გვაქვს რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ და აშკარად ეჯახებით კლდებს და ესენი გვიმტკიცებენ რომ არა აი რადგან ასე მხატვრულ შედარებებზე გადავედით თქვენ გააზიარეთ სოციალურ ქსელში ბერტოლ ბრეხტის ლექსი რომელიც სხვათა შორის ზვიად-რატიანის ნათარგმნია ხო და იქ იყო ლაპარაკი იმაზე რომ ასეთ ვითარებას ქმნის შინაარს დაახლოებით ასეთია ხელისუფლება გამოძიებას იწყებს ვერავინ ვერ იგებს ვინ არის დამნაშავე და ასეთ ვითარებაში საკუთარ დანაშაულს ფარავს. გარდა იმ მიზნებისა რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაჩეროს რომ გააჩუმოს კრიტიკული ხმები არის მისი ერთ-ერთი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი ესეც რომ იმდენად აურიოს ყველას გონება რომ ვეღარავინ ვერ მიხვდეს რეალური დამნაშავე ვინ არის. ხო, რა თქმა უნდა, ანუ თვითონ არიან დამნაშავეები, მაგრამ იმისთვის რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მზად არიან რომ გაყიდონ ყველაფერი, ხო? ანუ ქვეყნის ინტერესები გაყიდონ, მაგალითად ზვიად-რატიანისნაირი ადამიანი ჩასვან ციხეში, მზია ამაღლობელისნაირი ჟურნალისტი ყავდათ გამოკეტილი, ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ პოლიცია გვირტყავდეს და აუცილებლად დავიცავთ თავს, ეს ხალხი უნდა იჯდეს ციხეში, რომ არავინ არ გაბედოს საკუთარი თავის დაცვა. ეხლა იმ დღეს ტელეკომპანია იმედმა გაუშვა სიუჟეტი, ანუ ვიდეო აჩვენა, რისთვის დაიჭირეს არჩილ მუსელიანცი და უბრალოდ წამოვიღე, რომ მაყურებელმა ნახოს. აი, წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ხელა მავთული აქვს ადამიანს, რომელიც ამ ვიდეოში და კაცმა არ იცის ვინ არის, ცეცხლს უკიდებს ამ ხელა მავთულს და 4 წლით ჩასვეს ეს ადამიანი ციხეში და 3000 ლარი დააკისრეს კიდე დამატებით ჯარიმა. როდესაც თავად ეს მავთულის ფასი, როგორც თვითონ შეაფასეს არის 500 ლარი. ჯერ რანაირად შეიძლება 500 ლარი იყოს
ერთი მათულის ფასი და მეორე არის რა წაკიდების ფაქტიც არ ჩანს თვითონ ვიდეოში. კარგი, თქვათ, ჩანს რომ ცეცხლი უკიდია იმ მათულს, მაგრამ შეიძლება რომ მათულის დაწვისთვის ადამიანი 4 წლით ჩასვა ციხეში და კიდე 3000 ლარი დააგისრო ჯარიმ ადამიანი, რომელიც არის 28 წლის, რომელიც ეხა ჩააბარა უმაღლესში სამართლის ვარო კარგი სამართალმცოდნე გახდება და მოგვეხმარება ყველას რომ უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვროთ. აი ეს პროპაგანდა, არ ვიცი რა, ძალიან ძლიერია და ძალიან აქტიურია ახლა ოცნების მხრიდან, თუნდაც სხვადასხვა მედია საშუალებებით, თუნდაც თვითონ განცხადებებით, რომლებსაც აკეთებენ ქართული ოცნების ოფიციალური პირები, ხომ? ეს ადამიანები ძალიან დიდი დოზით ჩანან მათივე მიერ კონტროლირებულ მედია საშუალებებზე. თქვენი აზრით მუშაობს კიდევ, არ ვიცი, თუნდაც რეგიონებში, სადაც შედარებით ნაკლებია წვდომა სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე. ან შეიძლება თვითონ ფიქრობენ რომ მუშაობს და იმიტომ აკეთებენ, ან შეიძლება არ ვიცი, საერთოდ დიქტატურაში ესე მუშაობს, რომ დიქტატორებს ვიღაც ქვეშევრდომები არ წმუნებენ, რომ ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ და რომ ისინი საკმარის რაღაცებს აკეთებენ და ნუ პროპაგანდაც ამის ნაწილია ხოლმე. მე უცებ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ არავის არ ჯერა მათი და რა ვიცი, ამის უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ადამიანებს ეცინებათ, როცა რაღაცა უხსნიან, რომ აი ევროპა გააგრყნის და წაგართმევს ქართველობას და ასე შემდეგ. ხო, უამრავი ეს რაღაცა სახალისო ვიდეოც კი გაჩნდა, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ აი სადღაც აი ჩემი ქართველობა და დავაბრუნებინე ძლივს და ჯიბეში მაქვს და რაღაცა ვეჭიდები, მაგრამ მე მგონია რომ აღარ მუშაობს, იმიტომ რომ უკვე სასაცილოც არის, რომ აი მაგალითად ადამიანი, რომელიც რომელსაც არ იცოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო ჩამოსული და გვიტკიცებდა რომ სადღაც არის ტრუსკავეთში ის ადამიანი არის ხა სუსის უფროსი. წარმოიდგინეთ, ანუ ადამიანი რომელიც საერთოდ ვერ ერკვეოდა უსაფრთხოების საკითხებში, ეხლა დანიშნეს იმისთვის რომ გაგვაკონტროლოს ჩვენ სინამდვილეში, ანუ მართლა რაც საფრთხეები აქვს ქვეყანას, იმას ვერ აკონტროლებენ. და ჩვენ ვართ საფრთხე, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ხალხი, ვინც რუსთაველზე ვიკრიბებით, ისინი ვინც ვემალებით კამერებს, რო არ დაგვაჯარიმონ, ის ხალხი, ვინც დავდივართ იმაში სასამართლოებში. ეს ხალხი არის თორმე. ეს ადამიანი სხვათა შორის სუსის ახალი ხელმძღვანელი ოცნების მიერ დანიშნული, ძალიან აქტიურია ხოლმე მედიასთან და ფაქტობრივად მთავარი გზავნილების გამხმოვანებელი ხშირად ის არის და ამ ცვლილების მერე არც მისგან მოგვისმენია რამე და არც ძველი ხელმძღვანელისგან, რომელიც ასე რამდენიმე თვიანი საქმიანობის შემდეგ გაუშვეს. ხო, ეს რა საჩვენებს თქვენთვის, რომ თლად ისე დაალაგებულიც ან საერთოდ გაუგებარია რა შეუძლიათ რომ გააკეთონ, ხო, ის გემის ანალოგიით რო ვსნიდი, წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ამ გემის ხელმძღვანელობა, რომელმაც არ იცის გემის მართვა, ნუ რაღაც წინა ცხოვრებაში იყვნენ იურისტები და ეხლა თვლიან რომ ახლა იურისტები არიან, ესე იგი ყველაფრის მართვა შეუძლიათ და ასე არ არის, ხო, ანუ არსებობს რაღაც პროფესიები, რომელსაც უნდა დაეუფლო, გამოცდილება უნდა მიიღო. არ შეიძლება რომ გუშინ თუ შენ ხელმძღვანელობდი რა ვიცი პროპაგანდას, დღეს კარგი რაღაც უშიშროების მინისტრი იქნებ, ნუ ეს სუსის უფროსი. დაახლოებით იგივე თანამდებობა, ხო? ან მაგალითად გუშინ თუ რა ვიცი ვიღაცის ბანკის ბარათების თანამშრომელი იყავი, იქნები კარგი თავდაცვის მინისტრი. ქართულ ბანკი კარგი ტრამპლინია. ვიღაც სტომატოლოგი თუ იყავი, ახლა იქნები კარგი ჯანდაცვის მინისტრი. აი ესეთი სისტემა გვაქვს, ხო, რომ ბიზინა ივანიშვილი, ვისაც ენდობა, ისინი ინიშნებიან თანამდებობებზე და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუდამოდ ყავდეს ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ეს ადამიანები არ ვიცი, როდესაც შეიცვლება ვითარება, როდესაც გახდება დემოკრატიული მმართველობა, რა ბედიელით ამ ადამიანებს. აი თქვენს პარტიას ჰქონდა ლუსტრაციის კანონის ინიციატივა, ხო და წარადგინა კიდეც ამისი კანონპროექტი. ეს აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული მეხსიერების საბჭო, რომელიც გამოავლენს ადამიანებს, რომლებიც ამ ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას უწყობდნენ ხელს. თქვენი აზრით, რამდენად აი დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამის გამოსავლენად, თუ ეს ყველაფერი ისედაც ძალიან აშკარაა, მესმის რომ იურიდიული დასაბუთება ამას რა თქმა უნდა დასჭირდება, მაგრამ ძალისხმევა რამდენად ბევრი დასჭირდება. ლუსტრაცია ეხება არა მხოლოდ იმას, ვინც ფარულად ემსახურებოდა რეჟიმს, საბჭოთა რეჟიმს, არამედ იმასაც, ვინც ღიად ემსახურებოდა, ხო, აი მაგალითად, ვინც მუშაობდა პროპაგანდისტვის, ხო, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე ხარსებდა სახელმწიფო ტელევიზია და ის სახელმწიფო ტელევიზია ემსახურებოდა კომუნისტური პარტიის ინტერესებს და მიზანმიმართულად აშავებდა, თქვა რა ვიცი, დისიდენტებს. ეხლა ზუსტად იგივე ხდება, ამიტომაც მაგალითად ჩვენ
დისკუსია გვაქვს ამის შესახებ, რომ ხომ არ გავაგრძელოთ ეს პერიოდი, არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდს ეხებოდეს, არამედ მას მერეც ყველა მთავრობაში ის ხალხი, ვინც მუშაობდა ფარულად და ასევე ღიად ადამიანის უფლებების შელახვაზე, ის ხალხიც უნდა დასანქცირდეს, ასე ვთქვათ, და მათაც აღარ უნდა ქონდეთ უფლება, რომ იმუშაონ სახელმწიფო თანამდებობებზე, ხო, საჯარო თანამდებობებზე. ანუ მათ შეუძლიათ თავის კომპანია გახსნან და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითად, მამუკა მდინარეძისნაირ ადამიანს არასდროს არ უნდა შეეძლოს, რომ იყოს გახდეს რაღაც მინისტრი, ან ხელმძღვანელობდეს რაღაც ტელევიზიას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ადამიანების ცხოვრებაზე მხოლოდ იმიტომ აქვთ გავლენა ამ უშიშროებას და ძალოვან სტრუქტურებს, რომ პარტიამ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება და მაგალითად მე თუ გავარკვევ, რომ ჩემ ცხოვრებაზე იმოქმედეს, მაგალითად არ მომცეს საშუალება, რომ სადღაც მესწავლა, არ მომცეს საშუალება, რომ სადღაც დავსაქმებულიყავი, სპეციალურად შექმნეს ჩემ შესახებ სიუჟეტები იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ, ხო? ესეთი ადამიანები, ვინც ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის აი ტროლები, ბოტები, რომლებიც მუშაობენ დღეს სოციალურ ქსელებში, მათაც უნდა აეგრძალოთ საჯარო სამსახურებში მუშაობა. გასაგებია, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სიმონ ჯანაშია, თავისუფლების მოედნის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. თუ შეიძლება თქვენს თვალსაჩინოებას დავიტოვებთ, თუ აღარ გჭირდებათ სხვა შემთხვევებისთვის. დიდი მადლობა. შეიძლება გამოგვადგეს კიდევ ტელევიზიაში. ჩვენ სხვა სტუმრებთან